ძალიან შემოვიდა, ეხლა თუ რას? რას ქვია, ძალიან შემოვიდა, სკამი შემო, მაგრამ ნაღმი ხوار შემო მაგ კაცო. და ვიცხათ მეთქი აქ კაცო. რატო უნდა კიდევ სკამი შემო, რომელი კანონი გრძალა? ეს არის საქართველოს პარლამენტი. მე ობიექტი არ შეგვაქვს არავის, კაცო, ეს მან მომისმინე. კრიმინალს გავაშორე. ხო არ არის. ანუ სახში რო წვები დაიძიეთ, ანუ არ ფიქრობ და სკამზე მორბენალები გახდით? ნაძვის და კარვების მძეველებად რო გაქციეს ამხელა ხალხი, ანუ ამხელა წოდებები გაქვთ და ის რა ქვია, ამხელა კარიერა გაქვთ პოლიციაში და ნაძვის ხეს გაცვევინებენ და სკამებზე გარბენინებენ. არტიმრობის დედების ხედან ამ სკამებზე. რატო სხედან? იცი პარლამენტთან მოდიან, იმ პარლამენტთანაც არალეგიტიმური მთავრობა, რომელსაც თხოვენ რომ თავიანთი უდანაშაულო 19 წლის ბიჭები გარეთ იყვნენ. ეს არ არის პატიმარ დედას ჯარიმას რო დაუწერ, რატო აპროტესტებენ? არ არის კომფორტი. 10 კაცი კი არ მომისმენ პატიმარ დედას. მომის რამე არა, გერიოს აქ. არაფერი არ არის. რატო ხარ ეგეთი აგრესიულები ხარ? პოლიციელები ხარ. პოლიციელები ხარ. თმენის ვალდებულება გაქვთ. თმენის ვალდებულება გაქვთ. თმენის ვალდებულება. თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, პოლიციელი ხარ და მოქალაქეებს ესწავლეთ. ეს ვალდებულება უზდელობაში არ უნდა გადავიდეთ რა. აი, გეუზდელად, გელაპარაკეთ და მოვისურვით. მაგრამ ამბავს ძილობაში მოასწავლეთ. რუპორით რო გვაგინებს ხოლმე, მაგას ასწავლეთ ჯერ ზრდილობა და მერე მოდით 20 წლის ბავშვებთან. დიდი ხანი გველოდოთ, მოდი ვისველოდები რომ ამიხსნათ და რამდენი ხანი უნდა ველოდოს ამის მისატანად. დასტური მივიღოთ. ანუ მაინტერესებს მართლა ამ ხელა წოდების ხალხი ხარ და მართლა მაინტერესებს ვინ ხარს ველოდებით რომ ამ კლასმაზე დასტური. ანუ 30 პოლიციელით გადა კიდე ვიღაცა ბობოლას ველოდებით რომ სკამზე გითხრა შევიტანოთ თუ არა. ანუ ლეიბი არაო, პლედი არაო, პუფი არა, ბალიში არაო და სკამიც არაო, არ დაჯდეთო და. თქო რომელ კანონში წერია, მაინტერესებს აი, რო დავსერჩო რომელი მუხლია სკამი არ დადგათ პარლამენტთან, რომელი მუხლში ნახო. რომელიღაც სპორტსმენმა ჩაამატა. ეს ის ჩანელი, ჰა? წაიგეთ ეს კანონი, აქ შეგატანეთ ამ სკამებს. შეტანილი რომ უკვე დანარჩენი. ამ სკამებს შეგატანეთ, ესენ წაიგეთ. აი მიზეზი რო იმენა ჩამოგაცნეთ და დაგაკავეთ პოლიციის წინააღმდეგობაში. რას ქვია დამაკავებ და რას გიხსნით ჟურნალისტი გიხსნით კანონი პოლიციის შესახებ, პოლიციის აძლევს უფლებას, რომ შეუზღუდოს კონკრეტული ნივთები, რაც დარგოდიში უკანონო რა. მეც ვერ აღწევ. რატო ვერ ამიხსნით ჩემი ნივთი მარტო და დაკავებო მე მუხლები. გეზღუდება ეს ნივთი. რატო? იმიტომ რომ საფრთხის შემცველი აქ. აი ბოდიში, აი რა საფრთხეს უქმნის? აიღებ თხოვნა. საწამი ხო უნდა დავიჯდე. და აქ ვერ შეიტან. რატო ვერ შევიტან? რატო? ერთი გაძლევთ ეხლა. არა, აქ ვიჯდებით მაშინ არ შევიტან და აქ ვიჯდები. აქ ვიჯდები, არ შევიტანო. აი, ეს გეკითხები რა, რაღაცას შეიძლება გითხავთ რა, ეს კანონიერი უკანონო ქმედება რამე? აი, შეიძლება კითხვაზე რომ იყოს, ხო, უკანონო ქმედება რამე? აიღეთ და გაიტანეთ. აიღეთ, წაიღეთ. ხამდუმა რატომ ეხება? აი ეს ხო არ არის პარლამენტის კიდევ ხო არ არის. ეს ხომ სასიარულო სივრცეა, უკაცრავად. Scami lascia da sacco. Aniat saertod ar aniat. Titis xala bavshebs ras ushev. Ra ukenit. Ramu. Აკარი ოპერაცია წავიდა. Ramu. შეიძლება. Ramu. Თომა. რა ხდება?
ერთი აქავა პარლამენტში. აში გაუკრა და მაგის გამოყალიბდა. აში გაუკრა პოლიცია. აშიც კრიმინალია? ანუ შეკითხვის, ანუ რომ უბრალოდ მაინტერესებს ხალხო. შეკითხვის დასმაც აკრძალული არის კანონით? მართლა მაინტერესებს. ანუ რა ხდება ხალხო? შეკითხვის დასმა კანონით აკრძალულია, თუ არა მაინტერესებს? და